სამწუხაროდ ისტორიულად ქართველის ყველაზე დიდი მტერი ისევ ქართველია. სამყარომ დაკარგა ფერები. ყველაფერი მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისა და ერთმანეთის დამარცხების ირგვლივ ბრუნავს. დავივიწყეთ მთავარი მეგობრობის ფასი, ერთგულება და სიტყვის სიმტკიცე. ჩვენ ქართველებს გვახსოვს ის დრო, როცა ხატზე დაფიცება ქვაზე უფრო მყარი გარანტია იყო სიტყვის. დღეს კი ვაჟკაცობას სრულიად დამახინჯებული ფორმით ვზომავთ. ვაჟკაცობის ნამდვილი სინონიმი ხომ იესო ქრისტეა, თავმდაბლობა, თავგანწირვა და სიყვარული. სამაგიეროდ დღეს ვიღაც გვიდგენს წესებს და გვეუბნება, დაიგინე, რომ დაამტკიცო შენი ვაჟკაცობაო. წარმოუდგენელია მარიამ ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში ვაჟკაცობა თავად ღვთისმშობლის გინებით მტკიცდებოდეს. ნებისმიერი მოძღვარი იგივეს გეტყვით, დიახ, ვინც დედაზე იგინება, ის მარიამ ღვთისმშობელს აგინებს. სამყარო შემოქმედის დედის გინება სამყაროსგან მწარედ ისჯება. სწორედ ამიტომ გვიკვირს, რატომ გვექცევა ყველაფერი თავზე. ჩემო ძვირფასო ქართველებო, რატომ ვანგრებთ საკუთარ საძირკველს? სამწუხაროდ ჩვენ თვითონ ამოვთხარეთ ორმო, რომელშიც ახლა ვიხრჩობით და თან არ გვინდა იქიდან ამოსვლა. ყველა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე საუბრობს, მაგრამ იშვიათად თუ გაახმოვანებს თავარ ტკივილს. რითი დაიწყო ეს ყველაფერი? როგორ შევწყვიტეთ ჩვენ იქ მცხოვრებმა ქართველებმა ქართულად საუბარი და როგორ გადავედით რუსულ ენაზე? უხერხულობას გვიქმნიდა ქართული იგივე ადამის ენა და ავმეტყველდით იმ ხალხის ენაზე, რომელთაც კანიბალიზმში დებდა ბრალს ჰეროდოტე. უფალმა გვიყურა და დაინახა ჩვენ, ვისაც ჩვენი აღთქმული წმინდა მიწა უნდა დაგვეცვა, სხვის ენასა და კულტურას ვეტრფოდით. სამწუხაროდ ასეთები ვართ, საკუთარს არ უფრთხილდებით და სხვის გამო მზად ვართ საკუთარი გენის ხალხი გავანადგუროთ. რატომ? სხვა გენის მატარებელი ადამიანი ან იდეოლოგია მართლა უფრო ძვირფასია, ვიდრე შენივე სისხლი და ხორცი? ბოროტმა დაგუყო, რათა მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან ვერ გაგვერჩია. ამისიანი, იმისიანი, მემარჯვენე, მემარცხენე, კატალონიის, ბარსელონას გულშემატკივარი და მადრიდის რეალის გულშემატკივარი. ჩვენს დაგსაქსულობაშია მტრების და ბოროტის ძალა. ჩვენ, მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ხალხი, აუცილებლად გადავრჩებით. თუმცა ჩვენ გადავრჩებით მხოლოდ მაშინ, თუ კი ისევ ერთ მუშტად შევიკურებით. ეს მაშინ მოხდება, როცა სიყვარულით დავიბრუნებთ ერთმანეთს და როცა ვაჟკაცობას ისევ ღვთის შიშითა და მოყვასის პატივისცემით გავზომავთ. მოვიდა დრო გავაცნობიეროთ, რომ სიყვარული და ერთიანობა არ არის სისუსტე. ჩვენი გერბიც ამას გვეუბნება, ძალა ერთობაშია. რაც შეეხება სამშობლოს, ის მხოლოდ მიწა არ არის. სამშობლო ჩვენი სულის ერთობაა. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. ძალიან მარტივია. სანამ ამ ყველაფერს არ გავიაზრებთ, არაფერი არ გამოვა. და თუ ჩემი მარტივი, წარე, მაგრამ მართალი სიტყვები მოგეწონა, გამოიწერე გვერდი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს. მე არც პოპულარობისთვის ვიბრძვი და არც მატერიალური წინსვლისთვის. მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. თქვენნაირი. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.